არ ვარ იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანმა თუნდაც შაურმა მიიღოს, კი მაიონეზი ძალიან არასასარგებლოა და სწრაფიკვება ძალიან არასასარგებლოა, მაგრამ თუ შენ ეგ განიჭებს სიამოვნებას, მუდმივად იმ რაღაცების ჭამა, რაც ჯანსაღია, არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელად ხარ. შეიძლება ისტრესები, როცა ჩაუვლი სულ, აი მე მაგალითად რო გითხარით რამდენიმე ლუკმა პური ჭამე მეთქი, ჭამე იმიტომ, რომ დედაჩემმა გამოაცხო სახში, ტაფაზე და ძალიან მიყვარს. და ეგ სამი ლუკმა იმ ორ შემთხვევაში ჩემთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მაგით რაღაც 1 გრამი ცხიმის მომატება რა. ამიტომ ჯანმრთელობა მარტო ის არ არის, რომ ზედმეტად ჯანმრთელი საკვები ჭამოთ. ჯანმრთელობა არის გონების მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა. თქვენი არჩევანია, რამდენად ჯანმრთელად გინდათ იცხოვროთ და ბედნიერებას რა როგორ განიჭებთ. მე მაინჭებს დედაჩემის ტაფაზე გამომცხვარი პურის ჭამა და ბებიაჩემის გაკეთებული ხაჭაპურის. ამიტომ ყოველთვის ვეცდები, რომ გამოვძებნო გზა, რომ დავარღვიო კვება და ეგ მივირთვა.